თუ პირს ალკოჰოლური სინთვალის გამო ან შემთხვევის ადგილის მიტოვების გამო ასევე ნარკოტიკული საშუალების მცირეოდენობით შეძენისთვის, ასევე მოხმარებისთვის ჩამორთმეული აქვს მართვის მოწმობა, მათ პირველიანვრიდან და ასევე თუ ქულები გაუნულდა და ამის გამო აქვს ორთმოწმობა ჩამორთმეული, პირველიანვრიდან მათ უკვე აღუდგებათ მართვის მოწმობები, ალკოჰოლური შემთხვევაში პირველი თებერვლიდან, ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში, თუ ისინი დინამიურ დასკვნას წარადგენენ და დადასტურდება, რომ ისინი აღარ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, იმ მომენტიდან აღუდგებათ მართვის მოწმობა და შეძლებენ, რომ თავისი სატრანსპორტო საშუალებებით ისარგებლონ. არ შეეხება იმ შემთხვევებს, როდესაც მართვის მოწმობა ჩამორთმეული არის, მაგალითად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად თუ პირი დაზიანდა, ჯანმრთელობის ზიანი მიადგა ან გარდაცვალების ფაქტი დადგა და ამის გამო აქვს პირის მართვის მოწმობა ჩამორთმეული, მას არ აღუდგება მართვის მოწმობები. სხვა მსგავსი შემთხვევაში მათ მიმართ იმოქმედებს მკაცრი სანქცია და ალკოჰოლური სინთვალის შემთხვევაში მას მოუწევთ, რომ პირველ ჯერზე 1 წლის განმავლობაში აღარ ქონდეს შესაძლებლობა მართოს სატრანსპორტო საშუალება.